მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ კონსტიტუციურ სარჩელს გამოითხოვს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით იყო შეტანილი. შალვა პაპუაშვილის განმარტებით დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით პარტიების ჩამონათვალი გაიზრდება. და თუ თავდაპირველ სარჩელში იყო სამი პარტია, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო, მათ რიგებს ფედერალისტები დაემატება. ასაკრძალი პარტიების სიაში ფედერალისტების დამატების მოთხოვნას უპასუხეს ადრესატებმაც. ქართული ოცნების ინიციატივას შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც მოჰყვა. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ ურთიერთ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენის კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. ეს არის ხელისუფლების სისუსტის, ანუ რეჟიმის სისუსტის გამოხატულება, იმიტომ რომ 9 თვიანი ვადა გაზდით ახლა იმ იმაზე, რა ქვია, იმ სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ და ან კიდე რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, იმიტომ რომ არც ბოლომდე იმისი აწევის თავი აქვთ, რომ პარტიები აკრძალონ. რაც შეეხება იმას, ეს რეჟიმი მაინც ქუჩით, საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივით დამარცხდება და ჩვენ ახლა ვართ დემოკრატიული ალტერნატივის შექმნის პროცესში იმისთვის რომ ხალხს უთხრათ რა მოხდება რეჟიმის მარცხის შემდეგ. ერთადერთი ვინც კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო საქართველოში ეს არის ქართული ოცნება 78 მუქლედი თავზე დაგვამხო და ის პოლიტიკური ძალები, ოპონენტები, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას ფაქტობრივად აკრძალვა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ. ეს საკონსტიტუციო საჩივარი და მისი გაფართოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს, ამის იურიდიული გაფორმებას წარმოადგენს ეს განცხადება. ოპოზიციური ალიანსი 10-26 მაისამდე მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრების დაწყებას აანონსებს. ისინი 26 მაისის აქციისთვის ემზადებიან. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისიდან დაიწყება. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები ყველა უბანში მივლენ. თავიანთ გზავნილებს მიიტანენ და საზოგადოების აზრს მოისმენენ. 26 მაისს კი, როგორც ამბობენ, პირველ პოლიტიკურ საერთო მანდატს მიიღებენ საზოგადოებისგან. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქციის დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმვა მხოლოდ სპეკულაციაა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი მხარდამჭერების, აქტივისტების მობილიზების კამპანიაში უნდა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ნაბიჯი გადავდგით და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, აქტიური მოქმედებები არის ის გზა, რომლითაც დამარცხდება ქვეყანაში ეს ოლიგარქიული მართლობა. სიახლეც არ უნდა დაანონსონ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა, ყველაფერი იქნება ხავსზე ხელის მოგიდება მათი მხრიდან. იმიტომ რომ მათი ეს რაღაც სხვადასხვა ცდილობები ფაქტობრივად ყველაფერი ნანახი გვაქვს, ხო? ბოლო მოვლენებმა საქართველოში ეს მაგალითად რაც პატრიარქის გარდაცვალების დღეებში ვნახეთ, ნუ ყველამ დაინახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ის ფასეულობები და ღირებულებები, რაზეც არსებობს ზოგადად ჩვენი საზოგადოება. რადიკალური ოპოზიციაც რაღაც გარკვეულ თემებზე დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს მათ პოლიტიკაში რაღაც სიახლეების შემოტანა, მაგრამ ნუ ყველაფერი ეს არის ფარისეულობა მათი მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად ის ღირებულებები, რაზეც ისინი აგებენ თავიანთ პოლიტიკას, მთლიანად აცდენილი არის იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას. გურიაში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდნენ. კონფერენციის მთავარი მიზანი პარტიის თქმით ახალგაზრდებთან პირდაპირ დიალოგი და მათი აპოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში მეტი ჩართულობაა. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილიც, რომელსაც ადგილობრივმა ახალგაზრდამ შეკითხვა საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ცემასთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით დაუსვა.
იმედია ყველათ ახდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და რაც ეს პოლარიზაციის დონე უფრო გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გულმტკივა ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერცერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მე მაინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გრებს და როგორ ფიქრობ ამ დაუჯერებლობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ეს უბრალოდ თქვენთვის შეუძლებელი და მისაღებია. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ხტივა გულიან თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცი ამ ფაქტებს რა თქმა უნდა ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვის პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმარჩნია უალტერნატივოდ და რა სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის ტრამპ თაუერ თბილისის მშენებლობა? დაგეგმილ მშენებლობაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის პირველ რიგში პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. მართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში წარმატებული პროექტები მათ ოპონენტებში ისტერიას იწვევს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია პარტნიორებთან ერთად თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს. პროექტის ტრამპ თაუერ თბილისის შესახებ ოფიციალური განცხადება ტრამპ ორგანიზეიშენმა გაავრცელა, რომლის ინფორმაციით მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის მიერ დაპროექტებული ტრამპ თაუერ თბილისი დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის, ეს მცდელობა არის უბადურუკი გზა იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს და სანქციებისგან თავი გადაირჩინოს ივანიშვილმა. ამით ცდილობს, რომ ტრამპის სიმპათია მოიპოვოს, თუმცა არავის არ დაავიწყდება ის, რომ პირადად იყო დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოსული, პირადად ჩაუყარა ტრამპ თაუერის მშენებლობას მიხეილ სააკაშვილთან ერთად საფუძველი და ეს პროექტი ვინ დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა, ისე როგორც მაგალითად დაასამარა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რო არის დაკარგული, სწორედ არის ივანიშვილის პასუხისმგებელი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით რომ სააკაშვილის დროს მომხდარიყო ამერიკის პრეზიდენტის ოჯახის წევრის კომპანიის ინვესტიცია საქართველოში. ალბათ 1-2 კვირის განმავლობაში ამინდს არ გამოაცხადებინებდა არც ერთ ტელევიზიას. გარდა ამ საკითხისა, ამით დაიწყებოდა, ამით გაგრძელდებოდა და ამით დამთავრდებოდა. მაგრამ დღეს, ოდესაც ეს ხდება თანამედროვე საქართველოს პირობებში, მაშინ ოდესაც ბევრი სხვა ქვეყნის ინვესტიციაც არის საქართველოში, იგივე ეხება, თქვათ, ამ იგლეხილსის ინვესტიციას და ეხლა უკვე ამერიკის პრეზიდენტის ოჯახის წევრის კომპანიის ინვესტიციას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, შოქში ვარდებიან ხოლმე. ელეთ-მელეთი ემართებათ. და ვეღარც იმას ამბობენ, რომ ეს არ გვინდა, იმიტომ რომ ამერიკის ინვესტიცია და არც ის უნდათ, რომ დღევანდელ საქართველოში მოხდეს რაიმე პოზიტივი და აღიარონ, რომ რაიმე პოზიტივი მოხდა დღევანდელ საქართველოში. არ ვიცი, ალბათ ოპოზიცია ამ ჯერზე ახლა ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინამდვილეში კი საქმე ძალიან მარტივად არის. საქართველო და იცით, რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში. რაც ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საქართველო არის მშვიდობის და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. და მესამე, საქართველო მისი მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, იქნება ეს კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ აი ამ
პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი, ერთი უცხო ქვეყნის, მეორე კი საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუსის უფროსის მოადგილე მლაშა მაღრაძემ განაცხადა, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. მაღრაძის განმარტებით დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდნენ და ერთგულების ფიცი დადეს. ამასთან ისინი მზად იყვნენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში. დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული ბაიათი, რაც ასახეს ვიდეო ფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული საჯელი სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დედაენა ჩვენი სულისა და იდენტობის ნაწილია. ასე ერქვა კლასგარეში აქტივობას, რომელიც ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველ კლასელებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს. ქართულმა ენამ საუკუნეებს გაუძლო და თამთა მასწავლებლის მოსწავლეები დედაენის დღეს განსაკუთრებულად შეხვდნენ. პატარები წელს პირველად ეზიანენ მის ჯადოსნურ სამყაროს. მოსწავლეები თბილი სიტყვებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით მოეფერნენ საყვარელ წინგსა და დედაენის დღეს. მშობელთა ჩართულობით ერთად გააფერადეს ქართული ასობგერები და კიდევ უფრო გაალამაზეს ჩვენი ამბანი. საგაკვეთილო სივრციდან გამოსული აქტივობის მიზანი ბავშვებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება და მშობელთა ჩართულობით ერთიანი მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნა გახდათ. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექის ეტყვა, ქარის გაძლიერება და მაღალმთიან რაიონებში სვავ საშიშროება. თუმცა რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ნავარაუდებია თბილი და უნალექო ამინდი. ოზურგეთში ხვალ 14 გრადუსი იქნება სითბო. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქ ნავარაუდებია ტემპერატურა 15 გრადუსი. ხოლო ლანჩხუთში სითბო იქნება უფრო მაღალი და 18 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება ურეკს, ურეკში ნავარაუდებია 15 გრადუსი, ხოლო ბახმროში 7 გრადუსი. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისში ხვალ წვიმა არის გამოცხადებული და ტემპერატურა იქნება 11 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.